გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა აგროთემი. გადაცემა აგროთემი გავა 4 შაბათს 20 საათზე ყოველკვირეულად და გვიყურეთ ეს არის ესე ვთქვათ ახალი შემოთავაზება TV+-ის ხელმძღვანელებისგან და ჩვენ დღეიდან შევეცდებით რომ აგრარულ საკითხებზე, სათემო კავშირის საკითხებზე, თვითმმართველობის საკითხებზე გესაუბროთ. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს სათემო კავშირის პრეზიდენტი ისაკ გიორგაძე. პირველივე ესე ვთქვათ გადაცემა და პირველივე საუბარი მასთან იქნება. ის ჩამოაყალიბებს, გაშლის, აგვიხსნის რას აპირებს, როგორ აპირებს. ამიტომ მივყვეთ ამ მიმდევრულად. შესავალშივე მე გეტყვით რომ საქართველოს სათემო კავშირი დიდი ხანია მუშაობს თვითმმართველობის თემატიკაზე. გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო საუბარი კოოპერაციაზე. ჩვენ ნელ-ნელა ასე ვთქვათ შევეცადეთ რომ დაგვიკავშირებინა ერთმანეთისთვის თვითმმართველობის თემა და დარგობრივი თემა სოფლმეურნეობის. ესენი მჭიდრო კავშირშია რეალურად და ამისთვის ამის გასაანალიზებლად, ამის რეალური სურათის დასანახად ჩვენ მოგვიწია გარკვეულ სიღრმეებში შესვლა. ეს პირველ რიგში არის სამართლებრივი საკითხები. ჩვენ დავწმუნდით რომ საკანონმდებლო ცვლილებებია მისაღები და ბატონი ისაკი პარლამენტის კომიტეტებშიც მუშაობდა ამ მხრივ, ძალიან ბევრ ადამიანთან არის შეხვედრილი, როგორც უშუალო პრაქტიკოსებთან და პარლამენტის წევრებთან. ამიტომ ეს ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხება კოოპერაციის ნაწილში, ესე თქვა საკანონმდებლო ცვლილებებს, სოფლის განვითარების ნაწილში, ზოგადად სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ახალ კანონს და მის ესე თქვა სტრატეგიას. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის რეალური სტრუქტურული მოთხოვნის აუცილებლობა. სტრუქტურულში ჩვენ გულისხმობთ კოოპერაციას, კლასტერს, ჰოლდინგს და სხვა ტიპის ორგანიზაციებს, რომლის გარეშეც სოფლის მეურნეობის მომავალ განვითარებას ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ გათითოკაცებული სოფლის მეურნეობა, გათითოკაცებული ფერმერი ვერასოდეს ვერ მიაღწევს იმ დონეს, რომ მან ახალი ტექნოლოგიები და ფინანსური ეს თქვა უზრუნველყოფა შეძლოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ესე იგი, სამართლებრივი ბაზა, სტრუქტურული დალაგება ამ პროცესის და საბოლოო ჯამში ეს უნდა გადიოდეს მიზნობრივ პროგრამაზე. მე ხლა სამ საფეხურად წარმოვადგინე, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი თემა. ჩვენ გვექნება საშუალება რომ ყველა გადაცემაში მოვიწვიოთ სტუმრები, გავშალოთ ეს საკითხები, ჩავიდეთ სიღრმეებში. მთლიანობაში მე მივიღე მეგობრების შემოთავაზება და დავთანხმდი ამ ფორმატში გადაცემის წაყვანას, იმიტომ რომ ვთვლი რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სწორი ესე ვთქვათ ორიენტაცია ამ საკითხებში და ჩვენ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ რომ ის ფორმატი, რასაც ისაკ გიორგაძე ახლა ჩამოაყალიბებს, ეს არის ფორმატი ფერმერებისთვის, ეს არის ფორმატი თვითმმართველობაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ეს ეგრეთ წოდებული ქვემოდან ზემოთ ინიციატივების საქმეთ ქცევას და გავარკვიოთ ადამიანები, რომ მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათ და მაქსიმალური ინფორმაცია და ასე თქვა პარტნიორული ურთიერთობა სახელმწიფო რგოლებთან ჩვენ გვაქვს ეს ასე თქვა კავშირები, ურთიერთობა მეც სხვა ორგანიზაციით გიორგაძე უშუალოდ სათემო კავშირით არის სოფლის მეურნეობის ეგრეთ წოდებული კომიტეტის წევრი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. ეს ერთ-ერთი საჯარო ფორმატია, ასე ვთქვათ, საჯარო პლატფორმა. ასე რომ ჩვენ ყველა მიმართულებით მოვამზადეთ ეს პროცესი და ეხლა გვინდა რომ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, გავშალოთ და სამომავლოდ დავანახოთ მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის, სოფლის გადარჩენის და თვითმმართველობის გაძლიერების შესაძლებლობები ქვეყანას აქვს და შევთავაზოთ ჩვენი ვარიანტი. ხო, აი მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, ჩვენ ვისაუბრეთ, გავშალე ახლა ეს სამი მიმართულება, რომელიც ეხება ასე ვთქვათ სამართლებრივ ბაზას, ეხება სტრუქტურულ რეფორმას და აუცილებლად მიზნობრივ პროგრამებს. მოდით აი ახლა მოსახლეობას აუხსნათ, დავანახოთ და ნელ-ნელა სხვადასხვა გადაცემებში
ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო სტუმარი იქნება და დაგვესწრება იგივე სათემო კავშირის წევრები და გავშლით ამ თემას. პირველი სიტყვა თქვენია, ბატონო ისაკ და მოდით აი აუხსნათ მოსახლეობას რისთვის შეიქმნა ეს ფორმატი და რისთვის დავიწყეთ ჩვენ აგრო თემის ამ გადაცემის ასე ვთქვათ მიწოდება. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქართველოს სათემო კავშირი მეწარმე სუბიექტ ეროვნული ალიანსი წარმოადგენს ქორგა ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებული არის საქართველოს ფერმერები, მეწარმეები, რეგიონალური კოოპერატივის მეპაიები და ისინი ერთობლივად ცდილობენ ჩვენთან ერთად აი ამ დიდი საქმეში გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღნიშნული ორგანიზაციას ძირითადი მიზანი არის ქვემოდან ზემოთ სისტემა, თვითმმართველობის გაძლიერება, თემში არსებული ადამიანებმა რომ შეძლონ საწარმოების ამუშავება ჩვენთან ერთად, პროექტების დამუშავება, მიზნობრივი პროექტების დამუშავება და პლუს ყველაზე მთავარი ის სისტემა არსებული, რომელიც დღეს არსებობს სოფლის მეურნეობაში, სამწუხაროდ ვერ ერგება მოცემულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე ორგანიზაციის გუნდმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი მოდელი, ეს არის ქართული მოდელი, მაგრამ არა მარტო ქართული, ჩვენ ავიღეთ რამოდენიმე უცხო ქვეყნის მაგალითები კოოპერაციისა და რეგიონულ კოოპერატივების განვითარების ირგვლივ და დავიწყეთ საპილოტე გადაცემები, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე იმერეთის რეგიონში, სამეგრელოს რეგიონში და საქართველოს მასშტაბით და აქედან გამომდინარე საპილოტე რეგიონი გქონდა ჩვენ აჭარის თემი, სადაც წარმატებით გავიარეთ ეს პროგრამები. და გადავწყვიტეთ რომ უკვე დროა იმისათვის რომ ჩვენ ტელევიზიიდან ჩვენ სოფლის მოსახლეობას მივაწოდოთ ჩვენი ხმა, რადგან მოხდეს გაერთიანება ამ ფერმერების განათლების კუთხითაც შევძლოთ ტრეინინგების ჩატარება და ჩვენი ხმა იყოს სოფლის მოსახლეობის ხმა და მოვიწვიოთ სტუდიაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ადგილზე მუშაობენ, ქმნიან არსებული პრობლემები გავითვალისწინოს და მათთან ერთად ჩვენ აი ამ საკითხში არსებული ყველა პრობლემა ერთობლივად რომ აღმოფხვრათ შემდგომ. კი ბატონო, ნახეთ, შეიძლება იკითხოს ახლა ჩვეულებრივად მაყურებელმა, რომ კი ყველა ეს აქტიურობა ისმის სხვადასხვა ეთერებიდან და რა არის ის განსხვავება, რას თავაზობთ თქვენ მოსახლეობას და ზოგადად ფერმერებს და სოფელს. მოდით აი გავშალოთ ახლა ეს თემა, უფრო ჩაუღრმავდეთ იმ საკითხებს, იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რაც აუცილებელია დღევანდელ მოცემულობაში გასავითარებლად. ეს არის პირველ რიგში რა. ჩვენი შეთავაზება იქნება ახალი პროდუქტის შექმნა, ახალ პროდუქტში მე გულისხმობ ახალ მიდგომას და ახალ ხედვას და ეს არის პირველ რიგში სათემო დონეზე განხილული მიკროზონული კვლევები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? აი დღევანდელ ანგარიშებში თქვენ თუ ნახავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშებს, ხო? ეს ანგარიშები ძირითადად არის პროცესის მონიტორინგი. პროცესის მონიტორინგი ნიშნავს, რომ ავხსნათ უბრალოდ სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა აქტიურობების შესახებ, თქვა სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ, თუმცა ამას აკლია შეფასებითი ანალიზი, ამას აკლია იმ ტიპის ანალიტიკა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს შენ, რომ შეაფასო მდგომარეობა და შემდეგ დაგეგმო, ასე ვთქვათ, მომავალი. ჩვენ ახლა მაკრო დონეზე ამას სამინისტროს მაგივრად რა თქმა უნდა არ გავაკეთებ, თუმცა ჩავშლით ამ პროცესს სათემო დონეზე. საქართველოს მუნიციპალიტეტებში არის სოფელი, არის თემი, აი ესეთი მიკროზონული პრინციპი და ხუჩა მახსენა ეხლა რომ ჩვენ გვაქვს მიდგომა და ინიციატივა ქვემოდან ზემოთ, რომელიც სხვა შორის ბოლო სტრატეგიაში არის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებული, თუმცა ეს სტრატეგია იცით თქვენ რომ არის 21-27 წლის, 21, 22, 23, 24, 25 ხო, მე რამდენი წელია ხო და მე არ მახსოვს ესეთი ინიციატივა ყოველ შემთხვევაში რომ ქვემოდან ზემოთ პრინციპით რომელიმე პროგრამა მომზადებული იყო, აი ჩვენ შევეცდებით რომ წელს უკვე ეს პროდუქტი შევთავაზოთ ამ პროცესში სამინისტროს. მე მაქვს კონტაქტი, დიალოგი ერთი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, იგივე რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელებთან და მთლიანობაში ყველა მეთანხმება იმას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური მიდგომა. მაგრამ ამას ჭირდება ძალიან პროფესიული, ესე ვთქვათ, ჩაღრმავება. ვინ უნდა გააკეთოს? ეს უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა ეკონომისტებმა, კვალიფიციურმა იურისტებმა და იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებზე. აი ზუსტად ეს არის ახლა ჩვენი გადაცემის თავარი ხაზი, ასე ვთქვათ, თავარი პათოსი, რომ ჩვენ ჩართოთ ადამიანები, ჩვენ გავიგოთ
რეალური სპეციფიკა, ჩვენ გავიგოთ რეალური მოთხოვნილება, ყველა კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა ვიცოდეთ ზუსტად რომელი კულტურა, როგორ მუშაობდა, რანაირად მუშაობდა, აუცილებელი ამ სპეციფიკის განსაზღვრა და სპეციფიკის განსაზღვრასთან ერთად, რა თქმა უნდა, ისტორიული წარსული, რით ცხოვრობდა ბოლო 50 თუ 70 წელი ის სოფელი თუ შეიძლება უფრო მეტიც და შემდეგ უნდა მოხდეს სწორედ იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის დარაიონება. ეს არის მებოსტნეობის ზონა, მეხილეობის ზონა, მეცხოველეობა უფრო განვითარებულია თუ მეფრინველეობა. აი ესეთ დონეზე ჩავალთ ჩვენ მიკროზონულად თემის დონეზე კვლევებში და სიღრმეებში. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროდუქტი და ამაში გვჭირდება მხარდაჭერა ადგილებზე. აი როგორ ფიქრობთ თქვენ რა ორგანიზაციული საკითხები უნდა დავალაგოთ ჩვენ? გასაგებია ეს ტექნიკური საკითხები, გასაგებია თქვათ ეკონომიკური ანალიზი. მაინტერესებს თქვენგან როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი, აი როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენ ადამიანებთან მისვლა, ეს ადამიანები როგორ უნდა მოვიდნენ, მათ როგორ უნდა აგვიხსნათ თავიანთი ასე თქვათ ინიციატივები და ხედვა და როგორ უნდა შევაერთოთ? აი ეს სინერგია როგორ დავიჭიროთ მოსახლეობის და საქართველოს სათემო კავშირის? დიახ. ბატონო გოჩა, პირველ რიგში აუცილებელი არის ამ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია. არსებული კვლევები რომელიც ჩვენ ჩავატარეთ კიდე პლუს დამატებით კვლევები ჩატარება და ამ პრობლემების გამოხატულება და გამოაშკარავება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აუცილებელია კანონპროექტის მომზადება, რომელიც ძალიან დაეხმარება სოფელს. ეს არის კოოპერატივების მიმართებაში კანონი, სამხმარო კოოპერატივების კანონი, რომელიც სამწუხაროდ არ არის მორგებული ჩვენ ფერმერებზე და სოფელსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. სისტემურია კოოპერატივების რეორგანიზაცია, რომელიც ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას. გლეხს უკვე სურვილი და ფერმერს აღარ აქვს გახდეს კოოპერატივის მეპაიეები. ჩვენ გვიწევს აქედან გამომდინარე აი ამ დილემის წინაშე ბრძოლა. აქედან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში ვეხმარებით ფერმერს, რომ მას მივცეთ სამართლებრივი სტატუსი, ფერმერის სტატუსი, რა თქმა უნდა, აგრარულ კომიტეტთან ერთად, რომელსაც ესწრებოდით თქვენ და ამ კომისიას თომაზე და ბევრი ჩვენი საკითხები იქნა გატანილი და საბედნიეროდ ფერმერის სტატუსი მიენიჭა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფერმერს ჭირდება აუცილებლად სწორი ფორმატი, მოდელი ახალი განვითარების, სადაც ის ადამიანზე მორგებული იქნება ეს კანონი და ცენტრში იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფერმერი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამართლებრივი დახმარება, სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის გასაზღვრა რეგიონში და აუცილებლად მოსაგვარებელად ყველაზე დიდი არის კომუნიკაცია, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, იმ პრობლემებზე ადგილზე ჩასვლა და შესწავლა და ასევე მათი პრობლემების მოტანა ჩვენ გადაცემაში, რადგან ხიდი ვიყოთ ჩვენ სახელმწიფოსა და ფერმერებს და სოფელს შორის. თემში მართლობა მოგეხსენებათ ამ ეტაპისთვის თემის ხმა სამწუხაროდ სახელმწიფოს არ ესმის და აქედან გამომდინარე ის პრობლემები რაც სახელმწიფოში არსებობს არის გადაუწყვეტელი, როგორც არსებული პროგრამები, ადგილზე არსებული პრობლემები ყველაზე მეტად იცის თემის მოსახლეობამ. ამიტომ ჩვენ ადგილზე უნდა მოახდინოთ ფოკუსირება და პლუს ადგილზე უნდა მოხდეს გადასამუშავებელი საწარმოების შექმნა პირველ რიგში და მობილიზაცია კოოპერატივში ბევრი მეპაიების გაერთიანება და დარგობრივი სხვადასხვა საკითხების მოგვარება და იმ პროდუქტებისა და პროდუქცია, რომელიც რეგიონებში არის პრიორიტეტული და სადაც კარგი მოსავლიანობა არის დარგების მიხედვით, იმ ხელშეწყობა, როგორც არის მესაქონლეობა, მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი. აქედან გამომდინარე, რეგიონული ზონებად უნდა დაიყოს და ამის შემდგომ ჩვენ დასახული პრიორიტეტი ამ თემის მოსახლეობასა და ფერმერებთან ერთად უნდა გავსაზღვროთ და შემდეგ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი კანონპროექტის დონეზე სახელმწიფოსთან, რადგან მოზიდული იქიდან სისტანხები, რაც საჭიროება ამ ყველაფრის განვითარებას და ჩვენი ორგანიზაცია მზად არის, რომ ხელი შეუწყოს ამის განვითარებას. ეს სამუშაო სპეციფიკა გასაგებია, თქვათ ამას თავისი სიღრმეები აქვს და თავისი ეს თქვათ საქმიანი რუტინა აქვს. მე მინდა ახლა ხაზგასმით თქვა და მე თქვენს გააგრძელეთ ეს ასე ვთქვათ მიდგომა. მე ვთვლი რომ აქ სტუმრები ამ გადაცემაში აგროთემი ძირითადად პერიოდულად იქნებიან აგრარული საკითხის სპეციალისტები, რა თქმა უნდა რომ მაქსიმალურად სიახლე მივაწოდოთ და ის სიკეთეები თუ ის ინოვაციური მიდგომები, რაც არის ეს ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიებში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ესე ვთქვათ სიხშირით მინდა რომ აქ მოვიწვიოთ ზუსტად ის ადამიანები,
თემის წარმომადგენლები, აქტიური ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი თავის სოფელ თემ თუ მუნიციპალიტეტში შეცვალოს, ასე ვთქვათ, ცხოვრება, ვისაც აქვს თავისი იდეები, ვინც არის თავის, ასე ვთქვათ, სოფელში გამორჩეული, გარკვეული ცოდნით თუ გარკვეული ლიდერული თვისებებით. მოკლედ, ეს სატელევიზიო გადაცემა დათმობილი იქნება ყველა იმ აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი ილაპარაკოს თავისი სოფლის და თავისი თემის თუ თავის მუნიციპალიტეტის პრობლემებზე და მისი განვითარების გარკვეული ხედვები და პერსპექტივები ესახება. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული სხვა ფორმატებისგან, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ტელევიზიაშიც, როგორც სტუმარის და როგორც მასპინძელი და სხვადასხვა გადაცემებშიც ყოფილ ვარ და წამიყვანია ეს გადაცემები, სადაც მსჯელობთ, ფიქრობთ, ვლაპარაკობთ, მაგრამ ის რო თქვა ამ დონის ჩართულობა უზრუნველყოთ ჩვენ მთლიანად მოსახლეობის, ეს არის ეხლა შესაძლებლობა, რასაც საქართველოს სათემო კავშირის პრეზიდენტი აძლევს ყველა წერტილში, კიდევ ერთხელ ვიზახ, დაწყებული ლაგოდეხიდან, ასე ვთქვათ, ჩხოროწყუმდე, ყველა ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა გაივლის გარკვეულ გასაუბრებას და იქნება ახლოს საქმესთან, თემთან, თავისი შესაძლებლობით, თავისი ისტორიით და ეკნება საინტერესო ხედვა მოვა გადაცემაში და ჩამოაყალიბებს, ვთქვათ, კონკრეტულად რა, როგორ, რანაირად ესახება, იმიტომ რომ პრაქტიკოსი ადამიანები, ვინც ადგილზე ცხოვრობენ და ყველა სპეციფიკა იციან, ამათგან წამოსული ინფორმაცია და ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, იმიტომ რომ ცენტრში ხალხი რაღაც თეორიულ ჭრილში უყურებს თუ რაღაცა ესეთ სამსახურეობრივ თუ ადმინისტრირების ჭრილში უყურებს ბევრ საკითხებს, მაგრამ ის სპეციფიკა გვაინტერესებს ჩვენ. ის ადამიანები გვჭირდება, ვინც საბოლოო ჯამში, რასაც გიორგაძე ახლა ალაგებს და მოგმართავთ, რომ რა საკითხებია და რა უნდა შეიქმნა საბოლოო ჯამში, რომ კოოპერაცია მნიშვნელოვანი, სადღაც შეიძლება კლასტერული ფორმა იყოს მნიშვნელოვანი, სადღაც შეიძლება დიდი ჰოლდინგიც გაკეთდეს და იყოს ამის შესაძლებლობები. ეს ყველაფერი უნდა მომზადდეს და სახელმწიფოსთან მიმართებაში უნდა იყოს დალაგებული, მიწოდებული, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროდუქტი, სახელმწიფოს უნდა შევაქმნოთ ახალი პროდუქტი. აი პირობითად უფრო მარტივად რო ახსნათ და გასაგები იყოს დღეს, თუ იცის ფერმერმა რო არსებობს პროდუქტი დანერგემომავალი, პროგრამული პროდუქტს გულისხმობ, ხო? ხვალე ჩვენი ძალისხმებით და თქვენი ძალისხმებით კიდევ ერთხელ ვძახ, უნდა შეიქმნას ისეთი ტიპის პროდუქტი, პროგრამული პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება იმ კონკრეტულ ტერიტორიას და მიკროზონას თუ სოფელს თუ თემს. და იმის გარშემო უნდა მოხდეს სტიმულირება, იმის გარშემო უნდა მოხდეს ხარდაჭერა. ამას ჭირდება კარგი ეკონომიკური ანალიზი, რომ ჩვენ დავწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება კონკურენტული, ეს ამ ყველაფერში დავიჭერთ კონკურენტულ უპირატესობას, ეს არ არის მარტივი საქმე, იყო ცდილობები, როდესაც ვიღაცა გამოდის და მე ამას მოგცემთ, მე აი მართლა თავარია რომ ამას ეს მიაწოდო, არა, ეს არის ძალიან დიდი არავინ არ მოგატყუოთ, რომ უცბად ხვალე გაიღვეძებს ვიღაც და რაღაც ფულს გამოყოფს და ფული ყველაზე ადვილი მოსაპოვებელია 21 საუკუნეში. თავარია სწორი სტრუქტურა, თავარია სწორი ტექნოლოგიები, თავარია ბაზრის კვლევა. აქ ძალიან ბევრი კომპონენტია ჩართული. უგონს ჩვენთვის ახლა უმთავრესი არის ამ ადამიანების აქტიურობა, ვისაც თავისი სოფლის და თავისი თემის ბედი აწუხებს. აი ეს მექანიზმიც ამაზეც ვისაუბროთ, რომ როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ადამიანებთან ხმის მიწოდებას და ვის ველოდებით ჩვენ აი რა საზოგადოება უნდა იყოს აქტიური და ნელ-ნელა გაერთიანდეს, ასე ვთქვათ, საქართველოს სათემო კავშირში, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, ბიჭო მახსენა კოლგა ორგანიზაცია და იმის, ასე ვთქვათ, ქვემოთ უნდა იყოს რეგიონული სტრუქტურები, მუნიციპალური სტრუქტურები, იმ სოფლის სტრუქტურები, თემა სისტემამ უნდა იმუშაოს, აქტიურად უნდა იმუშაოს ყველა, რომ საბოლოო პროდუქტზე გავიდეთ, რასაც უკვე კონკრეტული მიზნობრივი პროგრამა ქვია ამ სოფელში სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება თუ სხვა მიმართულება. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ მარტო სოფლის მეურნეობაზე ვართ ჩაკეტილები. პირველ რიგში მოიხსენებათ, სოფელი არის დაცლი, მიგრაცია იქ არის მიღწეული, ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხათაც კი უნდა განიხილონ და აუცილებელი ამ საკითხის დისცერტაციაში დადგომა. აქედან გამომდინარე, დაცლის სოფელში რთულია მოიხსენებათ მუშაობა, მაგრამ ის ადამიანები დღეს რომლებიც შერჩენილია სოფელს.
რომელიც არის მიწასთან, აქვს თანამშრომლობა თავის ოჯახთან, არის ფერმერი და ცდილობს რომ თავის ქვეყანაში თავისი შრომით წვლილი შეიტანოს სოფლის მეურნეობის გადარჩენისთვის, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის პროგრამები. პირველ რიგში ურთიერთობები ჩვენ გვექნება რეგიონალური კოოპერატივის მეპაიებთან, რადგან სტიმული მივცეთ დანარჩენ ფერმერებს გაერთიანებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ერთიანი ძალისხმევით როგორ შეიძლება დიდი საკითხების გადაწყვეტა. შემდეგ იქნება ეს ფერმერული მეურნეობა, საოჯახო მეურნეობების განვითარება, ტურისტული მეურნეობების განვითარება სოფელში, სადაც ეს შესაძლებლობა იქნება და კიდევ ყველაზე მთავარი ეს არის სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მცირედი საწარმოები. აქ გულისხმობ მოსული პროდუქციის პირობითად ეს კიდრი იქნება, პომიდორი იქნება, ასე შემდეგ ამ პროდუქციის მიღება, გადამუშავება, დაფასება და შემდეგ ბაზარზე მიწოდება. ჩვენ უნდა მოვსწროთ შუარგოლი, სადაც ეგრეთ წოდებული ცხილებში გადამყიდველები არის, რომელსაც ფასთა სხვაობა არის ბაზარსა და მოსახლეობას შორის და ზრდება პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით ის ხიდი ფერმერსა და სოფლის მოსახლეობასა და ბაზარსა და მაღაზიებს შორის, სადაც აი ამ პროდუქციის გადანას უზრუნველყოფთ და დახმარებას გავუწევთ. გარდა იმისა, არსებობს კიდევ უმთავრესი დიდი პრობლემა პირველ რიგში. როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების დალაგება, როგორ უნდა დაუმტკიცოთ გლეხს, დაუბრუნდეს სოფელს, როგორ უნდა დაუმტკიცოთ საქართველოს მოსახლეობას, დაუბრუნდეს თავიანთ მამაპისეულ კერას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უნდა შეიქმნას სოფლის გადარჩენის ფონდები, სადაც ჩვენ მუშაობთ ამ საკითხებზე, მოგეხსენებათ და გვაქვს სხვადასხვა სახის პროგრამები. პირველ რიგში კომუნიკაცია აუცილებელი თითოეულ ოჯახთან, ჩვენ გვექნება კარდაკარი, გვეყოლება სადანები მოწვეული, იქნება სამეცნიერო სასწავლებელი ცენტრები, როგორც რეგიონალური, ასევე სათავო ოფისში ჩვენთან, სადაც შევეცდებით თითოეული ფერმერები ჯერ გადამამზადოთ და შემდეგ შევძლოთ მათი დახმარებით რაიონში მივაწოდოთ თითოეულ ოჯახს ქართულ მოსახლეობას ჩვენი ხმა. პირველ რიგში აუცილებელია მე მინდა მოვუწოდო ფერმერს, რომელსაც გული შეტკივა, უყვარს თავის სამშობლო, უყვარს თავისი საქმე, შემოგვიერთდეს და შეუერთდეს ამ დიდ საქმეს. თავიანთ საქმეს, თავიანთი ხვანიდელი მომავლის საქმე არის ეს. ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობას აკეთებს და სურვილი აქვს, აუცილებელია უნდა შემოგვიერთდეს და შემდგომ კოოპერატივში ვინც არის მეპაი, არა მარტო სტატუსისთვის, არა მარტო მას რომ ქონდეს სახელად კოოპერატივი, არა, მაგრამ სარგებელი ნახოს, ამიტომ უნდა შემოგვიერთდეს და ეს მთლიანი გაერთიანება ჩვენი ორგანიზაციის უნდა იქცეს იმ დიდ ხმად, რომელი ხმაც თითოეული საქართველოს მოქალაქეს გააერთიანებს ამ დიდი იდეის ქვეშ, რასაც ქვია სოფლისა და თემის განვითარება. კი ბატონო, ნახეთ, მოდით უფრო მეტად კიდევ უფრო გავშალოთ თემა და დავაზუსტოთ რაღაც მომენტები, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში რეალურად რამეს უკვე გამზადებულს კი არ ვთავაზობთ ამ პროცესში, რომ უკვე საწარმოებიან, ეს არის რეალური საქმიანი პროცესი, სადაც ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად უნდა მიმართულება მივცეთ სწორი სახელმწიფოსთან და მოსახლეობასთან ერთად, იმიტომ ვეპატიჟებით და სწორი მიმართულება უნდა მივცეთ განვითარების ასე ვთქვათ ვექტორს. ნახეთ, აქ ვახსენეთ ჩვენ დემოგრაფია, ვახსენეთ ის რომ ჩვენ ასე ვთქვათ კონსტიტუციურად ვართ სოციალურად ორიენტირებული ქვეყანა, გაცხადებული გვაქვს ეს უყურებ, ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანები მივატოვოთ განსაცდელში, ჩვენ საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე თუ უბრალოდ ჩვენი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებიდან გამომდინარე არა გვაქვს უფლება რომ თქვაც რაღაცა დავაკნინოთ რომელიღაცა რეგიონი, რომელიღაც სოფელი, ის პრინციპი რომ ყველგან უნდა შეძლოს სახელმწიფომ უზრუნველყოფა ეკონომიკური განვითარების და თუ იქ სადაც პრობლემატურია ეს ყველაფერი, იქ ირთვება ეგრეთ წოდებული სოციალური ეკონომიკური პროგრამები. ეს მთელი მსოფლიო ესე მოქმედებს. დღევანდელ ვითარებაში რომ ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს ეს ლიბერალური პარადიგმის მიმდევრები რომ მოთხოვნა მიწოდება არის ყველაზე მთავარი, თუ არ არის მოთხოვნა რომელიღაც სოფელთან მიმართებაში, იქ არანაირ მიწოდებას არაფერს აზრი არ აქვს. ნახეთ, ჩვენ ბევრი გვაქვს ნაბსჯელი ამაზე, რომ კომერცია მნიშვნელოვანია და კომერციალიზაცია სოფლის მეურნეობის ეს არის ერთი ხაზი, მაგრამ მეორე ხაზია მისი სოციალური ნაწილი. თემ მსოფლიოში ეს ორი მიმართულება ორივე მუშაობს. ერთი მუშაობს და ბიზნესი ვითარდება, მეორე ხშირ შემთხვევაში მუშაობს იმისთვის, რომ იყოს დამაგრება
იქ ადგილზე ადამიანებმა მიიღონ ის აუცილებელი პირობა, ჩვენ არ დაგვეცალოს, არ საზღვრისპირა ზონები, არ დაგვეცალოს ისეთი რეგიონები, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, მოსახლეობით და დღეს გაქცევაზეა ყველა. ამიტომ სწორედ რომ გაიგონ ჩვენმა მაყურებლებმა თვითონ არსი და იდეა, ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ რეალურად სოფლის და თვითმმართველობის გადარჩენის მცდელობა, რომ ჩვენ გამოვნახოთ გარკვეული, ესე ვთქვათ, სწორი ხაზი თუ ტრაექტორია განვითარების. იმიტომ რომ დღევანდელ ვითარებაში აი ამ ზოგად ლიბერალურ პარადიგმაში დარჩენა, რაც დღეს ხდება და სადაც დღეს ხელისუფლება გაჩერდა, ხშირად ვამბობ ხოლმე მე სხვადასხვა ჩემს, ასე ვთქვათ, გამოსვლებში თუ ბევრს წერ, რომ ჩვენ გავიარეთ ეტაპი პირველი გააქტიურების, გავიარეთ ეტაპი მიზნობრივი სტიმულირების, გავიარეთ ეტაპი პროტექციონიზმის და ჩვენ ეხლა უნდა შევაფასოთ ეს პროცესი და სწორედ გავიაროთ უკვე სოფლის განვითარების თემატიკა. ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ აგრარული და რეგიონული მემართულება. ვერ გეტყვით, რომ ეხლა აგრარულ ნაწილში ჩვენ რაიმე დიდ წარმატებებს მივახციეთ, აქაც ძალიან ბევრია სამუშაო, მაგრამ ამ პროცესში, როდესაც უკვე სოფელი ჩანს და სოფლის განვითარება ხდება პრიორიტეტი და რაც ახსენა ბატონმა ხვიჩამ, რომ დემოგრაფია ხდება უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? აი ამ ნაწილში უნდა შევაშველოთ, ასე ვთქვათ, სიახლე. ეს სიახლე არ არის არც ხვიჩას, არც გოჩას, არც მთელი გუნდის გამოგონება, ეს არის ჩვეულებრივი მიდგომები, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში, იაპონიაში საუკეთესო გამოცდილება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ სამეზობლოში არავინ არ ტოვებს რეგიონებს თვითმმართველობას და სოფელ თემს თვითდინებაზე მიშვებულ რეჟიმში. ყველგან არის სპეციალური მიზნობრივი პროგრამები. ეხლა ერთ ევროპულ, ასე ვთქვათ, მაგალითს მოვიყვან და მე გადავალ ბატონ ხვიჩასთან მკითხვით. ევროპაში მაგალითად სოფლის განვითარების კონცეფციებს, როდესაც წერენ, ძირითადად არგებენ, რა თქმა უნდა, იმ სპეციფიკას, იმ შესაძლებლობებს, მაგრამ ესეთი ჩარჩო მიდგომა არის სამი სახის. ერთი სახის მიდგომა ითვლება, ეს არის შერეული ეკონომიკური განვითარების მოდელი, სადაც სოფელ ტერიტორიაზე თუ სათემო ტერიტორიაზე შესაძლებელია ვაჭრობა, სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური აქტიურობები და სოფლის მეურნეობა, ესეც ეძახიან შერეულს, ეს უფრო აქტიური ზონაა. მეორე მიმართულება არის სადღაც 85-90, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული და ეს არის გამოკვეთილად სოფლის მეურნეობის ხაზი და აქ სხვა პროგრამული მიდგომები ჭირდება და სხვა სპეციფიკაა და არის მთელ მსოფლიოში ესეთ რთულად საცხოვრებელი ზონები, ეს მაღალმთიანი იქნება, სადღაც დეგრადირებულია ნიადაგი თუ სხვა ტიპის პრობლემები, ამ რთულად საცხოვრებელ ზონებს აქვს თავისი მიდგომა და თავისი სპეციფიკა. მე ამას ხსნი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაც ერთ თარგაზე მოჭრილი, ჩვენ ვითვალისწინებთ ევროპულ გამოცდილებას, ზოგადად სოფლიო გამოცდილებას, იაპონური მაგალითებია კიდევ ძალიან საინტერესო. ადრე ისრაელს ჰქონდა საინტერესო მაგალითი, ეს ყველაფერი უნდა გადაიხარშოს და გადათამაშდეს ჩვენს შესაძლებლობებზე, ჩვენს სპეციფიკაზე და აი იმიტომ გვინდა ჩვენ რომ ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება, ვისაც აქვს თავისი ხედვა და გონიერება, რომ იყოს ჩართული, იყოს კონტაქტზე და ერთად დაიხვეწოს და ჩამოყალიბდეს. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენი ხედვები როგორც ეკონომიკურ ნაწილში, ისე ორგანიზაციულ ნაწილში, ისე სამართლებრივი, ვთქვათ, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი დალაგებული, სტრუქტურა როგორ უნდა მუშაობდეს, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება ხალხის ჩართულობა. აი როგორ ფიქრობთ, ეხლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ სპეციფიკაზე, რომ აი რამდენად განსხვავებულია სამხრეთი, ჩრდილოეთი, მთიანი საქართველო, დასავლეთი, კახეთი, ქვემო ქართლს ნაკლებად გავს, ქვემო ქართლის სამცხე-ჯავახეთს ისე არ გავს, საერთოდ განსხვავებულია დასავლეთ საქართველო, იქაც გურია სხვანაირია და თქვათ იმერეთს სხვა საკითხები აქვს, სამეგრელო, აი ბევრი სპეციფიკაა. ამიტომ ესე ერთიანად მოჭრილი, ესე ვთქვათ, კონკრეტული მოდელირებული პროგრამა არავის არ მიადგება, კიდევ ერთხელ უბრუნდები მაგ თემას, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური ადამიანები ადგილებზე. ამიტომ
რა მოქმედებით ვიწყებთ? აი როგორ ვეკონტაქტებით ამ ადამიანებს? მე ვიცი რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი სანაცნობო, ძალიან დიდი ასე ვთქვათ გუნდი ადგილებზე. ჩვენ გვაქვს და როგორ ვეპატიჟებით ამ ხალხს? ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებში, ასევე თემებში ვსვავთ ჩვენ წარმომადგენლები. გვაქვს რეგიონალური სათემო კავშირები, რომლებიც ჩვენ ავართ დამფუძნებელი და რაღაც ნაწილშიც კი დამოუკიდებლებიც არიან. თუმცა ხაზი გავუსვათ რომ არა ყველგან ვიღაცამ არ იფიქროს რომ ეხლა თქვა იქ უკვე დაკავებულია. ღია ეს პროცესი. ღია ეს პროცესი და იქ სადაც შევძელით საპილოტოდ უკვე ეს გაკეთებული გვაქვს, მაგრამ დანარჩენ რაიონებში, რა თქმა უნდა და რეგიონებში საჭირო ამ ყველაფრის გაშლა და გაფართოება და უფრო მეტად ყურადღება ჭირდება ამ საკითხს, რომ მივიდეს ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება ჩვენ თემის წარმომადგენლებთან, პლუს ადგილზე ჩასვლები გვექნება შეხვედრები და აუცილებელია ჩვენი აი ამ შეხვედრების მიზანი საფუძველია წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი წელია მოგეხსენებათ საარჩევნო თვითმმართველობის გაძლიერება აუცილებელია სოფლის სტატუსი ჭირდება აუცილებელია და ადგილზე აქტიური ადამიანი გონებასავსე გამოცდილი განათლებული ადამიანებთან კონტაქტი ჩვენ ამით შევძლებთ დანარჩენ ადამიანები რომლებიც არ არიან სოფელში და დღესდღეობით არიან სხვადასხვა ქვეყნების წასული შევძლებთ ამ ხალხის დაბრუნება ნაწილობრივ მაინც ჩვენ ქვეყანაში და ერთიანად ამ ყველაფერს ჩვენ შევძლებთ მაგრამ უმთავრესია კომუნიკაცია სწორი მიმართულებები და ამ ადამიანებს უნდა დავანახოთ ჩვენ ის ეროვნული პროგრამა რომელიც ჩვენ გვაქვს უნდა დავანახოთ ის ეკონომიკური სოციალური პოლიტიკის სწორი განსაზღვრა რეგიონსა და თემში, სადაც მათ მოუტანს სარგებელს და სოფელში ის არ იქნება მიტოვებული მარტო მთაში, რომ იქ იქნება გზა, იქ იქნება მას გაზი, მას იქნება იქ საჭირო ის ყველაფერი, რაც ადამიანურ ცხოვრებისათვის არის საჭირო და ყველაზე მთავარი ის დაცული იქნება სამართლიანად კანონიდან და იქნება ჩვენი ორგანიზაციის და სახელმწიფოს ხარდაჭერა. ის თავს იგრძნობს ადამიანად. კი ბატონო, აი სახელმწიფო ახსენეთ თქვენ ახლა როგორ ფიქრობთ აი ორგანიზაციის ურთიერთობა მუნიციპალიტეტებთან და ზოგადად სახელმწიფოსთან ახლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხედავდა მეც მონაწილეობ პერიოდულად ამ პროცესში თქვენ გაქვთ კარგი კონტაქტები და ურთიერთობა საპარლამენტო ჯგუფებთან და კომიტეტებთან, გარკვეულწილად რეგიონებშიც, მუნიციპალიტეტებშიც არის ეს ურთიერთობა. აი როგორ ფიქრობთ, ეს არის პარტნიორული, კონსტრუქციული, ოპონირების რეჟიმში წავალთ, თუ აი როგორ გესახებათ ახლა ეს ყველაფერი და აქამდე რა კონტაქტიც იყო, რა შტაბ-ბიჭდილება რჩება თქვენ. როგორია სამოქმედო ტაქტიკა? დიახ. ჩვენი სამოქმედო ტაქტიკაზე სანამ გადავალ, მანამდე ვიტყვი, როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და წარმომადგენლებთან, ეგრეთ წოდებულ საკრებულოსთან და მერებთან, დეპუტატებთან, პარლამენტის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, იყო ნაწილობრივ ხარდაჭერა ამ პროგრამების, ამ ჩვენი ევოლუციური ნაბიჯების სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, ესენიც იგივეს ამბობენ, რასაც ჩვენ რო სისტემას ცვლილება ჭირდება. ამიტომ აი ამ სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთობლივად თვითმმართველობაში სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი თემის წარმომადგენლები უშუალოდ იყოს ჩართული აი ამ საკითხების გადაწყვეტაში და თემის ხმა უნდა ისმოდეს საკრებულოში, მერიაში და იქ ჩვენი თემის წარმომადგენლები უნდა ესწრებოდნენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა იმ საკითხების განხილვას, რომელიც საკითხს ეხება სოფელსა და თემს. ამისათვის ჩვენ აღვნიშნეთ განათლება, ტრეინინგები ჩატარება, ჩვენ ამაში გადავამზადებთ ჩვენ წევრებს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები, მაგრამ რაც შეეხება ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენ სტრატეგიას და საომავლო ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ აქტიური თანამშრომლობა უნდა ქონდეს საქართველოს სათემო კავშირის მეწარმე სუბიექტ ეროვნულ ალიანსს, სადაც ქორგა ორგანიზაცია თვითმმართველობებთან, აუცილებელია მემორანდუმების გაფორმება როგორც საკრებულოსთან, ასევე თემებში არსებულ სხვადასხვა საკითხებში და უშუალოდ ხიდი უნდა იყოს ჩვენ სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. ჩვენი ნათქვამის სიტყვა უნდა იყოს პირდაპირ გასული სოფლის მოსახლეობასთან, რადგან მათი ხმა, ჩვენი ხმა და ჩვენი ხმა უნდა იყოს მათი ხმა. ჩვენ უნდა წარმოადგენდეთ სოფლის თემს და თემ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს სათემო კავშირს. აი რომ გამოვკვეთოთ ახლა ჩვენი პოზიცია, გამოდის რომ ჩვენ ესე იგი ჩვენ წევრებს, რომლებიც თქვა პერიოდულად გააქტიურდებიან და გაწევრიანდებიან, ვაძლევთ შანსს მონაწილეობა მიიღონ ადგილებზე
თვითმმართველობის ფუნქციონირებაში და იმ სოფლის საკითხების გადაწყვეტაში და შემდეგ, როდესაც ამ სიღრმეებში შევალდა უკვე შესაძლებელი გახდება გარკვეული პროგრამული მოდელირება, რომ იმ კონკრეტული ლოკაციის, იმ კონკრეტული სოფლის თუ ტერიტორიის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. თუ ჩვენ ამ პროცესში ხელისუფლება მოყვება და კონსტრუქციულია და ჩვენც ასე ვთქვათ აქტიურები ვართ, ჩვენგანაც მოდის გარკვეული გამოცდილება და ცოდნა და მათგან მოდის მზაობა, ეს იდეალური საპარტნიორო ურთიერთობა, თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ კი ჩვენ შრომობთ, ჩვენ ფიქრობთ, ჩვენ მივყვებით ამ პროცესს, მაგრამ იქიდან არ მოდის, არ არის მხარდაჭერა და მათ არ აინტერესებთ და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომ არის რაღაცა პრობლემის გადაგორების ან რაღაც პრობლემის გადატანის ერთი და იგივე თქვათ დეცენტრალიზაციის სტრატეგია უკვე რამოდენიმე ათეული წელია ყოველ მეორე მესამე წელს იწერება ერთი და იგივე ტექსტია დაახლოებით ერთმანეთს გავს ეს ყველაფერი და ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც აქამდე უნდა გადაწყვეტილიყო ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებას ისე რეგიონული განვითარების მიმართულებას აი ესე ყოველ წელს ნელა გადაწევა ხდება აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა პოზიცია გვაქვს ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ჩვენი ხისტი დამოკიდებულება რომ ჩვენ გვინდა ამის გაკეთება ამ პერიოდში ამ ვადაში ამ რეალობაში ამ მოცემულობაში აი ამ შედეგით და თუ ჩვენ ამასში თანამშრომლობთ თუ არ კონსტრუქციულები თუ ვერ თანამშრომლობთ მაშინ რას ვაკეთებთ გასაგებია კითხვა ჩვენთვის ჩვენი ორგანიზაციისთვის ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა კი ბატონო პირველ რიგში არის ჩვენთვის სახელმწიფო ჩვენი სამშობლო და ამის შემდეგ არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც არის ხელისუფლებაში ამას არსებით მნიშვნელობა აქვს, რა სახელი ირქმება, ეს იქნება ქართული ოცნება, ნაწმოძღვრობა თუ ასე შემდგომ. ამიტომ თუ არ იქნა ხელისუფლებიდან მხარდაჭერა ამ დიდ ეროვნულ საქმისთვის და იქნა ხელშემშლელი მიზეზები რაიონებში და გამოიკვეთა ეს საკითხები, ჩვენ შევეცდებით, რომ თვითმმართველობას გაძლიერება ჩაუდგეთ სათავეში ამ ხალხთან ერთად, შევთავაზებთ არსებულ პროგრამას, რომელიც მომზადებული გვაქვს. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან შემდგომ ეს მეორე გადაცემა იქნება ან მესამე საჭიროების მიხედვით ივაწოდებთ ჩვენ მსმენელს და მოსახლეობას როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ შემთხვევაში აი ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს ქვეყანა და გამოვიდეთ ჩვენ აქედან გამომდინარე მე დიდი მეც გამოვთქვამ რომ ამის საჭიროება არ დადგება მაგრამ თუ მდგომარეობამ შექმნა ეგ საჭიროება და ხელი შევშლელი მიზეზები იქნა ამ პროგრამის განხორციელებაში ჩვენ შევეცდებით რომ საკუთარი მოსახლეობა მათთან ერთად პროგრამებიც დავიცვათ, ქვეყანას დავიცვათ და ეს ეროვნული საქმე ბოლომდე იქნეს. კი ბატონო, კი მე ხაზი გავუსვი ამას იმიტომ რომ ნახეთ ძალიან ბევრჯერ არის ესეთი რეაქცია რომ ისმენს ხალხი, იძახიან ხოლმე ერთი და იგივე წრეზე ტრიალებთ. ჩვენ ერთად ვიყავით ერთ-ერთ ღონისძიებაზე და თქვენ ვერ იკავებდით სიცილს, როდესაც მე გამოვედი იქ სიტყვაში და ვთქვი, რომ კაცო 10 წლის წინ მინისტრის მოადგილეობის დროს ჩემს მიერ მომზადებული, ჩემი ხელმძღვანელობით მომზადებული პროგრამა რომ მოვბრუნდი აქ და კომიტეტზე დამპატიჟე და 10 წლის შემდეგ იგივე პროგრამას მაჩვენებთ, ხო, ნუ ეს რა უბედურება ეს ერთ წრეზე დავდივართ. ამიტომ ჩვენ გვინდა მივმართოთ ზოგადად მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ერთ წრეზე სიარულს, უნდა იყოს ძალიან პრინციპული მიდგომები იქ, სადაც მნიშვნელოვანია, რომ კონდეს ასე ვთქვათ, შენი დღის წესრიგი და იცოდე, რომ ეს კეთდება ან ესე, თუ ესე არ კეთდება, მაშინ ამას უკვე ეს პროცესი შეგიყვანს შენ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში და რეალურად ის რაც მომზადებულია, ის რაც გაკეთებულია, მეტნაკლებად შეთავსებულია და მეტნაკლებად შეთანხმებულია, ხო? სხვადასხვა ჯგუფებთან ჩვენ გვაქვს ეს ბოლოდინი და თქვენ როგორც საქართველოს სათემო კავშირის პრეზიდენტს გაქვთ ეს ვთქვათ პლატფორმა, რომ თქვენ ელოდებით ხელისუფლებიდან ამ მიმართულებით აქტიურობას, ამიტომ ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ იმას, რომ რაღაც წინააღმდეგობრივი მომენტები იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ, ეს უნდა გვეთქვა პირველივე დღეს, რომ რა არის მიზანი, რა არის ამოცანა, როგორი ტაქტიკით, როგორი თანმიმდევრობით გავყვებით ჩვენ ახლა ამ პროცესს,
ამიტომ თუ დასასრულისკენ ორიოდე სიტყვით თუ გაქვთ რაღაცა ისეთი სათქმელი რომ მიმართოთ, ერთი წუთი გვდაგვრჩა ჩვენ და თუ გაქვთ სურვილი კიდევ ერთხელ მიმართოთ და დავასრულოთ. რა თქმა უნდა და ყოველთვის ვექნება ჩემო მოსახლეობასთან. მე მინდა თქვა ერთი და უწოდო რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი გაერთიანება. თემიდან იწყება და სოფლიდან იწყება საქართველო. გავერთიანდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს პლატფორმა თქვენია, ჩვენ თქვენი გჯერა და თქვენც გვინდა რომ თქვენც ჩვენი გჯეროდეს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჩემი სიტყვაც ეს არის, რომ ეს გადაცემა, ეს პლატფორმა იქნება ხალხისთვის, ადამიანებისთვის, თემისთვის, სოფლისთვის, თვითმმართველობის გაძლიერებისთვის და მივყვეთ ამ პროცესს, ყველას მოგეცემათ საშუალება აქტიურობის, თქვენი აზრის გამოთქმის და სურვილი ერთი გვაქვს ჩვენ, რომ გადავრჩეთ დემოგრაფიულად, გავაძლიეროთ თვითმმართველობა, მოსახლეობა დავასაქმოთ და საბოლოო ჯამში მივიღოთ სოფლად კეთილდღეობა. დიდი მადლობა. მადლობა.